მოგესალმებით ჩვენი ახალი ეპიზოდიდან. ამ ეპიზოდში გვინდა გაჩვენოთ უკვე პოლირება. ჯერ დაგათვალიერებინებთ მანქანას. ამ მდგომარეობა გვაქვს, არის რა თქმა უნდა შეღებილი დეტალები. და შორიდან რო დავიჭირო კადრი. ეს ხანარი, ყოველ შორიდან უნდა დავიჭიროთ, იმიტომ რომ ახლოდან ესეთი მეტალიკები ან ღია ფერზე ნაკლებად ჩანს ხოლმე ნახაზები. აი შორიდან რო დავიჭირეთ, ნახეთ, შეხედავდით. აი, ნახეთ ეს ქვედა მონაკვეთი, აი. ეს არის უფრო ტილოს ნაკაწრები, მსუბუქი ნაკაწრები არის. აი დაახლოებით ესეთ ნაკაწრებში ან თლიანი მანქანა თუ არ ჩავთვლეთ აი შედარებით აი ამ მონაკვეთზე, შედარებით ღრმა არის ეს ნაკაწრი და პირველ რიგში რაც უნდა ვთქვათ, რაც არის ყველაზე მთავარი არის ის, რომ თუ მანქანა არ არის შენაღები, ანუ ცუდი ჟატი როგორც ფორთოხლის კანივით არ აქვს ზემოდან, ისე არ შკურკავთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო, რომ ნებისმიერ მანქანას ზოგიერთი დღესაც ესე აკეთებს, შკურკავს, ანუ ზუმფარით ამუშავებს, არ აქვს მნიშვნელობა შენაღებია თუ არ არის შენაღები. ანუ ზუმფარას მანქანაზე ვხმარობთ მარტო იმისთვის, ეს ფორთოხლის კანის ეფექტი, ორენჯ-ფილის ეფექტი გავაქროთ მანქანას. სხვა ყველა შემთხვევაში, თუ ჩვენ ეს ეფექტი არ გვაქვს, არ არის მანქანა შენაღები, იმ დეტალებს შკურკით, ანუ ზუმფარით არ ვამუშავებთ. პირდაპირ ვაკეთებთ იმის პოლირებას. პირველი ფაზა რა არის, ესე იგი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა დეტალები, როგორც არის ნიკელის დეტალები, პლასმასის დეტალები, რეზინის, აი ეს მონაკვეთის დეტალები, ყველაფერი უნდა შეიფუთოს ქაღალდის სკოჩით, კარგად. შეფუთვის შემდეგ ვაკეთებთ პირველ რიგში დამუშავებას თიხით. რა თქმა უნდა, მანქანა ირეცხება, ჩვენ წინა ეპიზოდში ნახეთ, რომ მანქანა გავრეცხეთ. შემდეგ უკვე უნდა დავამუშავოთ მანქანა თიხით. ნახეთ, აი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აქვს ესეთი 200 გრამიანი თიხა არის. არის წითელი ფერის და ლურჯი ფერის, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს წითელი ფერის, უფრო ძლიერია წითელი ფერის. ნახეთ, შეგვიძლია რომ უბრალოდ პატარა მონაკვეთი აიღოთ. ჩამოვაჭრათ დანით რამე პატარა მონაკვეთი. გვაქვს ამისთვის კლეი სპრეი, ლუბრიკანტი, ასე ვთქვათ. სანამ თიხას დავამუშავებთ, დავასხუროთ ეს სპრეი და შემდეგ წავუსვათ თიხა. ესეთ შემთხვევაში თიხა ნაკლებად ცვდება, ანუ ორჯერ, სამჯერ ნაკლებად ცვდება თიხა, როცა ვიყენებთ ამ კლეი სპრეის. ეს გვაქვს ესეთ 0.5-იანში და გვაქვს კიდე 5 ლიტრიანში. აქ გვაქვს ესეთი თავსახურები. შეგვიძლია ეს თავსახური დავაფაროთ. აი ასე. დავამუშავოთ თიხით. ერთადერთი არის ის, რომ თიხა არ უნდა დაგვივარდეს. ძირს თიხა არ უნდა დაგვივარდეს, თიხის დავარდნის შემთხვევაში იკრავს უკვე ამ ქვევით, რაც არის წვრილი კენჭებივით, რა ძალიან უნიშნულო შეიძლება თვალში არ ჩანდეს და შეიძლება მთელი მანქანა დავხაზოთ. აკმარისია. რა თქმა უნდა, არაფერს არ ვხაზავთ. რაც არის ჩამჯდარი ჭუჭყები, რასაც სამრეცხაო გარეცხვა ვერ ამოიღებს, ყველაფერს ხსნით, რომ იდეალური დეზდაპირით დავაходოთ პოლირებას. ნახეთ, ჭუჭყი. აი ნახეთ, თეთრი მანქანა და კარგად ეთყობა ჭუჭყი. როგორი გარეცხილი გქონდა აქეთ ამ მხარეს, აი შეხედეთ, რომ იდეალურია, საერთოდ არ არის ჭუჭყი ჩამჯდარი, მაგრამ ყოველთვის პოლირებამდე აუცილებელი არის თიხით დამუშავება. აი ზოგიერთ მონაკვეთში ძალიან გეჭიდება ხელში, ანუ აქ ზნობ რომ ძალიან ბევრი ჩამჯდარი ჭუჭყია. აი ასე. შემდეგ უბრალოდ გამდინარე წყალი შეგვიძლია გადავავლოთ, აი ასე ვთქვათ, ნახეთ. აი ასე. უბრალოდ გამდინარე წყალი გადავავლოთ. ჭუჭყი მოვაშორეთ და ისევ შევინახეთ. რამდენი მანქანას ყოფნის ამაზე თქმა ძალიან ძნელია. მანქანის მოცულობაზე ჭუჭყზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ რაც ტესტებს ვაკეთებთ, ეს გავხსენით და აი ეს გვაქვს რა. და არ შეგვიძლია, ანუ მეორე ნახევარი არც მოგვიჭრია. საერთოდ ზოგადად პოლირების წესია აუცილებლად დავიმახსოვროთ, რომ მანქანის გარეცხვის შემდეგ უნდა დავამუშავოთ თიხით. რომ აი ასე მოვხსნათ ჭუჭყები. ეხლა ჩვენ ავიღებთ ტილოს, რითიც უბრალოდ სუფთა ტილოს, რის ვამშრალებთ მანქანას, რომ გავწმინდოთ. ასე.
ეხლა რაც მნიშვნელოვანია, ხელითაც ჩანს ეს, ეხლა რა თქმა უნდა ამაზე ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ აი ხელს რო გაუსვამთ, როგორ სრიალებს ეს მხარე და ეს მხარე როგორ სრიალებს, აი თითითაც გრძნობ, როცა ძალიან ბევრი ჩამჯდარი ჭუჭკია. ეს არის ჩვენი clay spray და თიხა. ეხლა ჩვენ პასტებიდან რო ამოვარჩიოთ, რომელი პასტით ჯობია ამ მანქანის გაკეთება. რომელი პასტით უნდა გავაკეთოთ, ხო? აი შევახედოთ იქით, ნახეთ, ჩვენ გვაქვს პირველი პირები H9, ეხლა აქ არ გვაქვს ახალი სერია B9, რომელიც ახალ შეღებილებზე გამოიყენება, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირველი პირია. შემდეგი F6, გვაქვს P6, აი აგერ გვაქვს P6, ნახეთ. უნივერსალური P6 და სხვადასხვა ჭრის პასტები. ანუ ძლიერი პირველი პირები, შემდეგ მოდის ასე ვთქვათ, რასაც ჩვენ მეორე პირს ვეძახით, ანუ სუსტდება სიძლიერე. ჩვენ გვინდა რომ კარგად გაგაცნოთ აი ეს პასტა P6, რომელიც ძალიან პრაქტიკული პასტა არის ჩვენ პირობებში, რადგან იმისათვის რომ აი ეს ძირითადად ჩვენი კლიენტი 70-80% ვინც არის რომ გასაყიდი მანქანებისთვის ჭირდებათ ხოლმე პოლირება, რას ნიშნავს, ანუ დროში არიან შეზღუდული, ვერ დატოვებენ მანქანას 2 დღე, 5 დღე, ვერ ელოდება რიგს. ესეთ შემთხვევაში ეს არის იდეალური, რომ ერთი პასტით დავიწყოთ და ერთი პასტით დავასრულოთ. ანუ ეს პასტა შეიცავს სილანთს, ეს სილანთი უზრუნველყოფს იმას, რომ ძალიან დიდ ხანს შეინარჩუნოს ეს ბლესკი, არა 1 კვირა და 2 კვირა, მინიმუმ 2-3 თვის განმავლობაში, როგორი ცუდი რეცხვაც არ უნდა იყოს. მზეზე გაჩერება მანქანის ეს პრობლემები რომ გახურდა, ლაკი და ამოვიდა რაღაც, ან ყველაფრისგან დაზღვეულები ვართ და რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენ ვიღებთ მხოლოდ მსუბუქ დაზიანებას. ანუ დაზიანებები რომ დავყოთ 3 ეტაპად, მსუბუქი, საშუალო და ძლიერი დაზიანება მანქანაზე, P6 ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, აი ეხლა რაც გაჩვენეთ ფანლით, ტილოს ნაკაწრებზე. აი როდესაც ჩვენ გვაქვს აი ესეთი ტიპის სამრეცხაოსგან გამოწვეული ტილოს დაზიანებები, ნახეთ, აი, კეთაც კარგად ჩანს, ნახეთ, აი, მსუბუქი ნაკაწრები. როცა ჩვენ გვინდა რომ მანქანიდან ამოვიღოთ მსუბუქი ნაკაწრები და ჰოლოგრამის გარაშე ძალიან კარგი ბლესკით პირველივე პირში მანქანაზე გავაკეთოთ პოლირება. ანუ ერთადერთი რასაც ეს პასტა ჩვენ ვერ შეგვისრულებს, იქნება ის, რომ საშუალო და ღრმა ნაკაწრებს ვერ ამოიღებს. რომ თუ მანქანაზე ჩვენ რა ფერის მანქანა ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მანქანაზე არ გვაქვს საშუალო და ღრმა ნაკაწრები, მანქანას ზუმფარით არ ვამუშავებთ, აქვს თავისი ლაკი, უბრალოდ აქ ტილოსგან გამოწვეული ნაკაწრები, ჩამჯდარი ჭუჭყები და გვინდა რომ ეს ტილოს მსუბუქი ნაკაწრები მოხსნათ, მოვაშოროთ, მივიღოთ იდეალური ბლესკი ჰოლოგრამების გარაშე ძალიან სწრაფად, რა თქმა უნდა გამოვიყენოთ P6. P6 აქვს თავისივე გრუბელი, აი ასეთი ფერის. რა თქმა უნდა P6 უწერია რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ორბიტალური აპარატი. აპარატები ხო ვიცით, არსებობს როტორული, ორბიტალური. როტორული არის ჩვეულებრივი აპარატი, რასაც ვეძახით, ორბიტალური აპარატი არის, თორსა აი ასე ტრიალებს კიდევაც და ნახეთ, გადის ორბიტას. აი ეს. P6-ის შემთხვევაში ვიყენებთ ორბიტალურ აპარატს, ვიყენებთ P6-ისავე ღრუბელს და გაკეთების პროცესი არის ასეთი. ვაკეთებთ ასე, ნახეთ. მივანათოთ ხანაი რომ კარგად გამოჩნდეს. რა თქმა უნდა, ამ ყოველფრის შეძენა შეგვიძლია თბილისში, კოხის მაღაზიაში, შეშელიძე 10 ნომერში გამოჩნდება ხა ტელეფონის მისამართიც და თან ყოველფერს აგიხსნით კიდევ ერთხელ. მაღაზიაში ნიკა დაგხვდება და ყოველფერს აგიხსნით და გაკვალიანებთ. აი ასე, სწორად დავაყენოთ, ნახეთ. რუბელი. ყოველთვის როცა იმ დღეს ვიწყებთ პასტით მუშაობას, იმისთვის რომ პასტის მარცვალი აირიოს, სწორად ავრიოთ, საჭიროა რომ ერთი აი რამოდენიმეჯერ ასე შევანჟღრიოთ პასტა, რომ მარცვალი აირიოს კარგად. მე უკვე მთელი დღის განმავლობაში კეთების პროცესში ეს საჭირო აღარ იქნება. ნახეთ ახლა ჩვენ ეს დეტალი გავყავით სკოჩით, რომ მე თქვენთვის თვალს ხალსაჩინო იყოს, კარგად შესახედი რა გაკეთდა. ყოველთვის აი ესე ამ მონაკვეთზე უნდა გავაკეთოთ 3-4 წვეთი. ეს ახლა ახალი გუბკა რადგან არის, შეიძლება ცოტა მეტი პასტა გავაკეთოთ.
და 4 წეთი, აი ასე. პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის რომ უნდა გადავანაწილოთ მონაკვეთზე პასტის რაოდენობა. ანუ არ შეიძლება რომ ცოტა რაოდენობის პასტა გადავანაწილოთ მთლიან კარზე, იმიტომ რომ მარცვალი არ გვეყოფა და ნახას ვერ ამოვიღებთ. რაღაც მონაკვეთში აღებული იქნება ნახაზი, იმიტომ რომ იქ მარცვალი ეყო, პასტა ეყო და სადაც არ ეყო, იქით უბრალოდ ზეთები და ცხიმები გადავა და იქით ვეღარ გადავანაწილებთ. ახლა ყველაზე დაბალი სიჩქარით ისე რომ აქაც 1-2-ს ვისაუბრებ, ანუ აპარატს ჩვენ არ ვეჭიდავებით, ანუ აი ჩვენ ჭკუაზე წავიყვანოთ, წამოვიყვანოთ, გადავხაროთ, გადმოვხაროთ, ამას არ ვაკეთებთ. თავარია რომ ეს უნდა იყოს ჰორიზონტალურად დადებული, აი ასე, სუფთად დებთ ჰორიზონტალურად, აი ესეთი და ესეთი გადახრები არ უნდა გქონდეს. აპარატს აწერია სიჩქარები, მაგალითად მაკიტას შემთხვევაში პირველზე გვაქვს 1600, მეორეზე გვაქვს 2500. რეკომენდირებული სიჩქარე არის ამისთვის მეორე, მესამე, P6-ის პასტისთვის 2500-დან 3500-მდე, ჯერ პირველი სიჩქარით ვაკეთებ ახლა პასტის გადანაწილებას. აი ნახოთ რა არის ახლა ეს პასტის გადანაწილება. ნახეთ, აი შევხედოთ, ნახეთ, აი აქ პასტა თავის ადგილზე კარგად შეეზილა ღრუბელს, აქაც პასტა კარგად გვაქვს უკვე გადანაწილებული. ნახეთ, აი ყველგან გვაქვს პასტა. აი ყველგან. აი აქამდე მოვედით, დაახლოებით ეს მონაკვეთი გადავანაწილეთ. ეხლა უკვე ვაყენებთ სიჩქარეზე. ჩვენ შემთხვევაში როგორც ვთქვით 2-ზე ან 3-ზე, აი ამ შუალედში და ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ვაკეთებთ დამუშავებას. ისე რომ არ ვაწვევით, უბრალოდ ჰორიზონტალურად უნდა იყოს მიდებული და სანამ მარცვალი არ ჩაიშლება, დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ უნდა გავაკეთოთ ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად დამუშავება. კუთხეებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, აი ამ კუთხეებთან, როცა ორბიტალური აპარატით ვაკეთებთ, იმიტომ რომ თუ ლაკის თხელი ფენა არის დარჩენილი, შეიძლება ეს ადგილი გაიღრუტოს. ამიტომ გადასვლების მონაკვეთებში უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩავხდეთ, გავაკეთოთ ახლა. არ ვაწვევით. ეხლა ვერტიკალურად ასე დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ გავაკეთეთ. ეხლა ვიღებთ ტილოს. ოხის რამოდენიმე სახის ტილო გვაქვს ჩვენ, რომელიც არის უფრო რბილი, ეს არის საშუალო სირბილის ტილო. და ნახეთ, წრიულად წმინდავთ, ნახეთ. აი ასე. წრიულად, კარგად. იმ მონაკვეთს, რომელიც გავაკეთეთ. ნახეთ, ახლა დავანათოთ. მოვხსნათ, ნახეთ. აი. აქეთ როგორი წრეები გვაქვს, სადაც არ გაგვიკეთებია. ეს არის ტილოს, სამრეცხაო ტილოს ნაკაწრები. აქეთ გადმოვიტანოთ, ნახეთ, აი. აქეთ უკვე პრაქტიკულად თითქმის ყველაფერი ამოსულია. და არაფერი აღარ გვაქვს ძალიან უმნიშვნელო 1-2 ნაკაწრის გარდა. ეხლა აქ მინდა შეგახედოთ, ნახეთ. აი, ნახეთ ეს ნაკაწრი ხო ჩანს? აქეთ ამ მხარეს რომელიც ძალიან გახაზული იყო. ნახეთ, ეხლა აქეთ ამ მხარეს საერთოდ აღარ გვაქვს ეს ნახაზი, აი. ნახეთ? ჩანს ხო? და ჩვენი შედეგი. ეხლა რა თქმა უნდა,
ამ შემთხვევაში თეთრ მანქანაზე იმდენად შესამჩნევი ეს არ არის, მაგრამ მთლიანობაში ეფექტი არის ძალიან მაგარი, როგორც ნახაში დაინახეთ. საშუალო მიკრონაკაწრიც კი ამოიღო ორბიტალური აპარატით. რასთავარია, ჰოლოგრამები არ გვჩება, მანქანას ვასილენთებთ. P6-ის შემდეგ ჩვენ აღარ უჭირდება აბიჯიროკის გამოყენება, ანუ P6-ით ვიწყებთ და ვასრულებთ. ეს არის ერთფაზიანი პოლირება, რომელიც ყველაზე მაქსიმალურად კარგ შედეგს გვაძლევს, აი ესეთი ტიპის მანქანებზე, სადაც გვაქვს ძალიან მსუბუქი დაზიანება. ეხლა ასე მივყვებით მთელ მანქანას, დავამუშავებთ და საბოლოო შედეგს, უკვე საბოლოო შეჯამებას, თითოეული დეტალის ინტერიერის გარდა ყველაფერს ასე მინდა გაჩვენოთ, ეს ვარ გამოგჩეს, ნახეთ. ეს დავანათოთ ნიკელი. ანუ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ნიკელზე, რომ ნახეთ, აი. ესეთი ჩამჯდარი ჭუჭყები. ხედავთ? კოხში ჩვენ გვაქვს ასევე ნიკელის პასტა. მეტალ პოლიში. აი, ჩვეულებრივად უბრალოდ შეგვიძლია კილოზე დავიტანოთ. ხედავთ? ბევრი არ უნდა, რაც თავარია. საკმარისია. დავუსვათ და ხელით დავამუშავოთ. ეს ჩამჯდარი ჭუჭყები, რაც ძალიან ცუდად ემჩნეოდა მანქანაზე, ყველაფერი მოხსნათ. შეხედეთ, რა საოცარი ეფექტი აქვს, ნახეთ. როგორ მარტივად მოხსნა ყველაფერი. ნახეთ, გააშავა. დავანათოთ. ვაზროთ და შეხედეთ. პროცესის დროს ნახეთ, აი ამ მონაკვეთებზე, ქვედა მონაკვეთებზე, იმისგან რომ არ ირეცხებოდა სწორად აქვს, აი ესეთი ტიპის სიკვითლეები, ნახეთ, აი ესეთი ტიპის სიკვითლეები, რომელიცაც თიხა ვერ იღებს და იმისათვის ეხლა რომ არ გაიშკურკოს, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ისევ პასტით დავამუშავოთ ეს მონაკვეთები. იგივე P6-ით, ნახეთ. ძალიან ფრთხილად. შეხედეთ? რაც შემდეგ დავასრულეთ, უკვე მას შემდეგ რაც პოლირება დავასრულეთ, ეხლა გავაკეთოთ პლასმასების, აი ამ პლასმასის და საბურავის გაშავება პლასტარით. პლასტარი გამოიყენება როგორც გარე პლასმასებზე, ამაზე, ამ პლასმასებზე, ასევე ჩვეულებრივად საბურავზე შეგვიძლია გამოიყენოთ. ძალიან კარგი ეფექტი აქვს, არის ეკონომიური. აი ასე, შავხურბელზე. ძალიან მცირე რაოდენობა დავიტანოთ უნდა. შევთოთ. ხა, თვალსაჩინოებისთვის გაჩვენებ. იქით მხარეს დავიტანოთ. ესე. გაწმენდეთ ხოლმე. მივიღებ ტილოს და ამშრალებთ.
აი ეს არის განსხვავება და რაც თავარია ძალიან დიდხანს ინარჩუნებს. ისაც როგორც ყველა სხვა პროდუქტი კოხის არ არის 3 და 4 დღიანი პროდუქტი. უძლებს წვიმებს, უძლებს გარიცხვას. ეხლა ვნახოთ საბურავზე. საბურავზეც ასევე ნახეთ არც დამიმატებია. ნახეთ როგორი ბუნებრივი სიშავის ეფექტი მოგცა. შეხედეთ? ნახეთ. პრაქტიკულად აი ასე ერთი რამოდენიმე დაწვეთებით ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ პლასმასებს გარედან ისე რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ რა თქმა უნდა PS-ი ჩვენ გვაქვს დიდ დაფასებაში რომელიც იაფია დითეილინგ ცენტრებისთვისაც, მაგრამ ამ ლიტრიან დაფასებაშიც გამოდის ძალიან ეკონომიური. ძალიან ბევრ მანქანაზეა გათვლილი 30 წასმა, უფრო მეტი წასმა იყოფა რამოდენიმე წვეთს, როცა დავაწვეთებთ მანქანაზე. და გვაქვს ესეთი ეფექტი ანტისტატიკურია, მტვერს არიდებს და ძალიან მარტივად კეთდება. ამ ეფექტს შეიძლება თავად ძალიან დიდხანს ინარჩუნებს. გლას კლინერი, შემდეგი ეტაპი გავაკეთოთ მინები, ნახეთ. გარეცხვისგან. მდგომარეობაში გვაქვს. ვიღებთ რა თქმა უნდა glass cleaners, minis. ტილოს დავასრულეთ ჩვენ JX-ის სამუშაოები. ეს არის კოხის პროდუქცია, რაც ამ მანქანის დასამუშავებლად გამოვიყენეთ, როგორც ინტერიერში, ისე ძრავის გასარეცხად, გარე რეცხვისთვის, საბურავების გაშავებისთვის, ყველაფრისთვის ჩვენ გამოვიყენეთ აი ეს პროდუქცია, პოლირებისთვის გამოვიყენეთ უნივერსალური P6. ეხლა ზათითავად მოდი მივყვეთ მანქანას, ჯერ გარედან გაჩვენებთ მანქანას, როგორი იყო და როგორი არის. აი წარმოუდგენელი განსხვავება და შედეგია, ნახეთ. თითოეულ დეტალში აბსოლუტურად როგორც ნიკელი, პლასმასი, ლაკი, მინა, აბსოლუტურად ყველაფერი დავამუშავეთ. მოდი ჯერ დავიწყოთ ძრავით. შეგახედოთ ძრავს. ძრავი იყო მტრიანი, ჭუჭყიანი, აი ძალიან დაბინძურებული. ნახეთ. როგორი გვაქვს ძრავი. ძრავი დავამუშავეთ GS-ით, 1.5-თან გაზავებით პირველი ეტაპი და შემდეგ უკვე კონსერვატორი ფერის აღდგენი მოტორპლასტი პირდაპირ სველზე დავასხით მოტორპლასტმა თვითონ გააშრო და თვითონ აღუდგინა ფერი ნახეთ ყველაფერს, აი. შეხედეთ? ისე რომ არაფერი არ გაშრობა, წასმა, პლასმასის აღმდგენების, არაფერი არ გავიკეთებია, აი აქ ნახეთ. აი ნახეთ ყველაფერი. რა მდგომარეობაში იყო და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა. აბსოლუტურად თავისი ბუნებრივი ფერი ყველანაირი ზეთების გარეშე აღუდგინეთ. აი ეს არის ძრავის მდგომარეობა. ეხლა მივყვეთ მანქანას. ეხლა ეს მონაკვეთი, წინა მონაკვეთი იყო შეღებილი. აქ ჩანს შინ ძალიან ცუდი ნაშკურკიც. ეხლა ამას ჩვენ ვერაფერს ვერ უზამდით, მაგრამ აი ამ დანათებით ნახეთ, ყველა მიკრონაკაწრი P6-ით ამოვიღეთ, რაც იყო
ზინვარება მიიღო მანქანამ, აქ ძალიან კარგი გიდროფობი. გარედან P6-ით დამუშავდა სულ, ჯერ ვიხმარეთ თიხა, რომ ჩამჯდარი ჭუჭყები მოგვეხსნა და შემდეგ უკვე დავამუშავეთ ორბიტალური აპარატით, მაკიტას ორბიტალური აპარატით და P6-ით უნივერსალური პასით, მხოლოდ ერთი პასტა ვიხმარეთ. აი ეს მონაკვეთი, ნახეთ, ნიკელი დამუშავდა, ჩამჯდარი ჭუჭყები იყო, სულ გაშავებული იყო ეს ნიკელი. პლასმასი, გარე პლასმასის აღმდგენით აღვადგინეთ. რა თქმა უნდა, ნაკაწრებს ეს რაც არის ღრმა ნაკაწრები დარჩენილი, ესეც დაზიანება რომ ნიკელიდან ამას ვერ ამოიღებ. ფარების პოლირება გაკეთდა. ფარების პოლირების პასტით, ნახეთ რა მდგომარეობა გვაქვს. საბურავის გასაშავებელი, ანუ საბურავი იყო თვითონ დამწვარი, გათეთრებული და ჩვენ ვიხმარეთ PS-ი პლასტარი გარე პლასმასების აღმდგენი და ესეთ მდგომარეობამდე აღვადგინეთ, ასევე დისკები დავამუშავეთ. ნიკელი, რომელიც იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ნახეთ. ნიკელი აბსოლუტურად აღვადგინეთ, ასევე სახელურები, რა თქმა უნდა. აი ეს გარე პლასმასი გავაშავეთ მატოვად, როგორიც უნდა იყოს. მინები, GC glass სტარი გამოვიყენეთ მინებზე, ეს იყო ძალიან ჩამჯდარი ჭუჭყებით, პრაქტიკულად 95% ყველაფერი მოშორდა და აქ იდეალური მდგომარეობა ამასაც. ასევე რა თქმა უნდა დამუშავდა საბარგული ყველა მონაკვეთი გარედან, აი ეს პლასმასი, ნახეთ. პლასმასის სფერის აღმდგენით დავამუშავეთ. აი, ნახეთ. მდგომარეობა აქვს. თუმცა პოლირება მაქედანაც ყველაფერი ამოიღო, აქ სარკეზე იყო ძალიან ბევრი წერტილი, ნახაზები, ყველაფერი ამოვიღეთ. შეიძლება სადმე მინიმალური ნაკაწრი დაგვრჩათ, თორემ დანარჩენი ყველაფერი გავაკეთეთ. გადავიდეთ ახლა ინტერიერში, შიდა ნაწილში რა სამუშაოები ჩავატარეთ. იქიდან მოვალ და კარგად გაჩვენებ ყველაფერს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინტერიერი გაიწმინდა, ანუ გაიწმინდა ეს მონაკვეთები, რომელიც მთლიანად იყო გაშავებული, გაიწმინდა აი ეს მონაკვეთი ასევე, რომელიც მთლიანად იყო გაშავებული, აი ეს მონაკვეთები, ნახეთ, სულ მთლიანად გათეთრდა. რა თქმა უნდა, დამუშავდა ტორპედო, ყველაფერი დამუშავდა შიგნით, ჯერ პირველ ეტაპზე გამოვიყენეთ GS-ი და პოლსტარი ტყავის მონაკვეთებზე, GS-ი გამოვიყენეთ პლასმასის მონაკვეთებზე. მოხსენით ჭუჭყი, შემდეგ ლეზერ სტარით დავარბილეთ ტყავი, რომ ფერი აღუდგინოთ და აღარ დასკდეს. აი აქ ეთყობა კარგად. ეს საჭიქეები დავამუშავეთ ყველა მონაკვეთი. ნახეთ. კორიკები. რომელსაც ჰქონდა აი ძალიან ცუდი ფერი, ყვითელი ფერი. ჯერ გავწმინდეთ კორიკები და გაწმენდის შემდეგ გუმი ფიქსით, გუფით დავამუშავეთ, რომ ეს ფერი აღვედგინა კორიკებზე. და კორიკების ქვედა ნაწილი, ასევე გაშავებული მთლიანად, ესაც დამუშავდა. კორიკების ქვედა ნაწილი და თუ გვაქვს ნაჭრის სავარძლები, უნდა დავამუშავეთ, ჩვენც ამ შემთხვევაში დავამუშავეთ MZR-ით, იმიტომ რომ MZR-ი უფრო ძლიერად და კარგად იღებს ჭუჭყს, ვიდრე თუნდაც GS-ი ან პოლსტარი, რომელსაც ტყავზე ვიყენებთ. აი ესეთი იდეალური სალონი მივიღეთ, რა თქმა უნდა, კარების დამუშავდა. აქ წაესვა ტოპსტარი პლასმასის მონაკვეთებზე. ტოპსტარით დამუშავდა პლასმასის მონაკვეთები. ტყავის მონაკვეთები, ესაც რა თქმა უნდა, ლეზერ სტარით დამუშავდა. უკანა ნაწილი უკანა ნაწილზეც რა თქმა უნდა ჭერი დამუშავდა. აბსოლუტურად იდეალური ზედაპირი მივიღეთ. დამუშავდა სავარძლები. აი ეს არის დაზიანება უკვე, რომელიც ჩვენებაც მინდა ნახეთ. ჩვენ აქედან ყველაფერი ამოვიღეთ, აი იმ მონაკვეთზე გამოყოლებით. ნახეთ, აქედანაც ყველაფერი ამოვიღეთ, მაგრამ აი ეს მონაკვეთი დაგვრჩა, ოდნავ ეს მონაკვეთი, რომელიც არის დამწვარი, დაზიანებული, რა თქმა უნდა, ამ დაზიანებულ მონაკვეთს ქიმწმენდით ვერაფერს ვერ უზამთ. სხვა, რა თქმა უნდა, იდეალურად გასუფთავდა პოლსტარით და შემდეგ უკვე ლეზერ სტარით დავარბილეთ და ფერი აღუდგინეთ, ასევე წინა მონაკვეთები და ესაც რა თქმა უნდა კორიკის მონაკვეთი ნახეთ.
აი ეს მონაკვეთები კიდე რას გავდა, ნახეთ. აქ ხშირად ფეხი ხვდება ხოლმე. აი ამ მონაკვეთებზე. ხეთ და ტოპსტარი წაუსვით, ანუ გაწმენდის შემდეგ და ტოპსტარმა მაქსიმალურად ეს მონაკვეთი აღადგინა. დავამშავეთ აი ესეთი უმნიშვნელო დეტალები, კიდევ აქაც რა თქმა უნდა ნიკელი, ესენი. აი მაგალითად საწვავის ჩასასხმელის ბაკის მონაკვეთი, რომელიც ჭუჭყიანი არის ხოლმე, ნახეთ. ესაც დავამუშავეთ და გვაქვს უკვე იდეალური ზედაპირი ამაზეც. აქეთ ამ მხარესაც ეს პლასმასის მონაკვეთი, მძღოლის მხარეს კარი, აი აქ ტოპსტარი წაესვა ყველაფერზე, ნახეთ, აი ესენი გვაქვს პლასმასები და ტოპსტარი დამუშავდა და როგორ აღიდგინა ფერი ყველაფერმა. აი ეს მონაკვეთიც ასევე ტოპსტარით დამუშავდა. თქმა უნდა ეს შიდა მონაკვეთები ყველაფერი გაიწმინდა. მივიღეთ იდეალური ზედაპირი როგორც შიგნით, ისე გარედან აბსოლუტურად ყველა ზედაპირზე. რაც მთავარია თქვენ ამ ვიდეოთი ჩემი აზრით დაინახავთ, რომ როგორი კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება, როცა ვიყენებთ კოხის პროდუქციას, როგორც ქიმწმენდაში, ისე პოლირებაში. ანუ ჩვენ ეს მანქანა დაახლოებით 2 დღეში ისე აბსოლუტურად ყველანაირი დატვირთვის გარეშე მოვჭით თავიდან ბოლომდე თავისი რეცხებით, თავისი ქიმწმენდით, თავისი პოლირებით. როცა გქონდა სწორი მასალა და ამ სწორ მასალას ვიყენებდით სწორად, ანუ არ ვიყენებდით 2 პასტას, 4 პასტას, არ ვაკეთებდით ექსპერიმენტებს, უბრალოდ სწორად შეირჩა პასტა, სწორად შეირჩა ქიმია, რომელიც შიგნით ინტერიერში გვინდოდა, ამიტომ დავიკავშირდით ჩვენთან მაღაზიაში მობძანდით თბილისში და ყველაფერს გაჩვენებთ ვიდეოებს, აგიხსნით თითოეულ პროდუქტს რა როგორ მუშაობს, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც ვაკეთებთ პოლირებას, ქიმწმენდას, მანქანაზე ან სამრეცხაო გვაქვს და გვინდა რომ სწორი რეცხვის სისტემით, თქვათ, ორფაზიანი, სამფაზიანი რეცხვით გავრეცხოთ კარგად მანქანები. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით, გამოგვიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებსაც, მალე შემოგთავაზებთ.